Ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები და ტყუილი გორის საკრებულოს თავმჯდომარემ ჯერ რუს ოკუპანტებს მშვიდობის მყოფელები უწოდა, ქართველებს კი ხულიგნები. საზოგადოების აღშფოთების შემდეგ ამას ზედ სიცრუეც დაუმატა, თითქოს არ უთქვამს. დავით რაზმაძის ამ ტყუილს ნიუ-იორკ ტაიმსი გამოეხმაურა და ფორმულას დაუდასტურა, რომ საკრებულოს თავმჯდომარის სიტყვები სრული სიზუსტით გადმოსცა. ქართული ოცნების წარმომადგენელი აღმატებულ ტონში უყვება ჟურნალისტს, რომ მადლობელია რუსი ოკუპანტების 2008 წლის გამო. ისინი აქ შემოვიდნენ როგორც მშვიდობის მყოფელები და მადლობა ღმერთს, რომ მოვიდნენ, რადგან მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ. რაზმაძე ცხადია ოლიგარქისა და მისი პროპაგანდის განწყობებს გამოხატავს. ქართული ოცნების მთელი კამპანია სწორედ იმაზეა აგებული, რომ 2008 წლის ომი საქართველოს დააბრალონ, ხოლო რუსეთი პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლონ. სწორედ გორში წარმოთქვა ბიძინა ივანიშვილმა ცნობილი სიტყვები, რომ ქართველებს ბოდიში აქვს მოსახდელი, მათ წინაშე რომელთაც ქართველების ეთნიკური წმენდა ჩაატარეს და დასახლებები მიწასთან გაასწორეს. დავით რაზმაძის რიტორიკა ზუსტად ჯდება იმ სცენარში, რასაც სვალყურს ვადევნებთ ეგრეთ წოდებულ საგამოძიებო კომისიაზე. თელმა ქვეყანამ ნახა, როგორ ცდილობდა ივანიშვილის მარიონეტი წულუკიანი ომის მონაწილეების დამცირებას პირდაპირ ეთერში. გორის საკრებულოს თავმჯდომარე მაშინაც ქართული ოცნების განწყობას გადმოსცემდა, როცა ოკუპანტებმა ტაძართან თამას გინტური მოკლეს. გავიხსენოთ, რა თქვა მაშინ რაზმაძემ, რამდენი ვიღაცა, რამდენიმე ჭიქას დალევს და მერე მოუნდება იქ უნდა გადავიდეს და იქით ილოცოს, გააგრძელოს ქეიფი, არ შეიძლება. რამდენი ადამიანი უნდა აკონტროლო, ერთი საგუშაგოა ნიქოსთან და იქ რომ ყველა მოინდომოს ასე, ადამიანი თავის თავს თვითონ რასაც გაუკეთებს, ვერავინ ვერ გაუკეთებს იმაზე ცუდს. ციტატის დასასრული და სტილიც დაცულია. ისიც გავიხსენოთ, რა სიტყვებით აგინებდა რეჟიმის სახე დიმიტრი სამხარაძე უკრაინაში მებრძოლ ქართველებს. ესეც ივანიშვილის განწყობაა. ვამბობთ სამხარაძეს, გულისხმობთ ივანიშვილს, რადგან ის ვინც პუტინს ებრძვის, ქართული ოცნების მტერია.